11-12 საათების მცირდება. სკოლაში, ანუ დაახლოებით ერთ-ერთი რაოდენობის საათებია ყველა კლასში და ეს შემცირდება. ეხლა მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მე-12 კლასში, ისინი ძირითადად ასწავლიან ხოლმე მე-7-12 კლასის საგნებს, იმათ უფრო მეტი შეუმცირდება. ანუ 6 კლასიდან ერთი შეუმცირდება, ანუ 1/6 შეიძლება შეუმცირდეს. ნაწილ სკოლებში, ზოგიერთ საგნებში არის ზედა კლასების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან თქვა მე-9-დან მე-12 კლასში. იმისთვის კიდევ უფრო მტკივნეული 1/3 დიაგნოზდება. ესე მარტივი არ არის, რომ თქვა რომ აი მხოლოდ 1/12 დააგდება მასწავლებლებს და რა მოხდა. ზოგ მასწავლებლებს დააგდება 1/13 ხელფასი. ეხლა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამის საპირისპიროდ, ხო? საპირისპიროდ შეიძლება თქვას, რომ კი ბატონო, აი რა ბიუჯეტიც გვაქვს ახლა სკოლებისთვის, იმას დავტოვებთ და შესაბამისად თითოეული საათის ღირებულებას გავუზრდით, მაგრამ ესე მარტივი არ არის ამის გაკეთება. იმიტომ რომ როგორც ვამბობ, ყველა მასწავლებელი თანაბრად არ იღებს ამ საათს. ანუ შენ თუ გაუზრდი იმ მასწავლებელს, რომელსაც მხოლოდ 1/6 იცვლება, ან 5 სხვა კლასის საათები თუ გაიზარდა, მე შეიძლება ბიუჯეტი აღარ იყოს. ესე რომ ეს დაგეგმვის თვალსაზრისით არის კოშმარი. ძალიან რთული დასაგეგმია. ამიტომ დიდი ალბათობით უბრალოდ ამ ხალხს მოაკლებენ ხელფასს.